შენ დაუკა წევიდა ფოთში ნამდვილ გმირების ქალაქში იმიტომ რომ ამ ქალაქს არ გაუჩერებია მუშაობა ყველაზე ურთულეს წუთებში აგრესიის და მე კარგად მახსოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა ყველგან გარშემო და მაგრამ აუცილებელი იყო ფოთში ჩაფრენა რათა გაგვამხნევებია იმიტომ რომ ეს მოხდა მას შემდეგ რაც იქ ხალხი დაიღუპა და მახსოვს ავფრინდით მიფრინავდით ძალიან ისე ღრუბლებში დამალულები იმიტომ რომ ყველა მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ საიღო გადაკეტილი და ესე ღრუბელ მალვით ჩავფრინდით როგორც იქნა ფოთში ხმელეთით გადაადგილება იყო შეუძლებელი ტრასა ჰქონდათ დაკეტილი ჩავფრინდით და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში და რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში მოახდენ რამდენიმე ათეულ ბტრ-ს და წამოვიდნენ ბუნებრივია ჩემ დასაჭერად და ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელს და ადგილობრივი პოლიციის რაზმი სუბუქად შეერაღებულ ნავთქორცნები ქონდა უთხრეს რომ ჩვენ მაინც გავისვით არ გაგატარებთ და რუსებს დალახდათ ერთი ქართველი ჩვეულებრივად ქართულად მოლაპარაკებენ სუბიექტი სხვა შორის მაშინ რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათ შეერაღებულ ძალებში ყოველთვის ისინი ამზადებენ ხოლმე მეხუთე კოლონას მე-11 არმიის პროტოტიპებს ბოლო წლებში მოსდოქში გრძელდება ქართველების რაღაც რაზმის გაცვლა და ეს ამ ქართველმა უთხრა ჩვენ პოლიციელებს ნუ გეშინიათ ჩვენ ფოთში შევავთ ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი არავის არაფერს არ დაუშვათ და ამ პოლიციელმა უპასუხა ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო და მე ნამდვილად არასოდეს არ გავკადნიერდები ისე რომ ჩემი მოგზაურებული პიროვნება იდენტიფიკაცია გავაკეთო და გავაიგიო საქართველოსთან კლიანობაში მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე საუბარი იყო იმაზე რომ მათთვის საქართველოს თავრობის განადგურება მაშინ ფიზიკური იყო ტოლფასი საქართველოს დამოლების და ფეხქვეშ გათელვის